აბა გაგვიმარჯოს. რამდენი იყო ღმერთო? მომიგტაკა. ყვირით ხოლმე? ჯერ მე გავსინჯავ თუ რამე დამემართა. ახლა გადავედით მთავარ ნაწილზე. თავი არ მოგვეჭრას. არაფერი საიდუმლო არ არის ამაში. მე პირველად ვითამაშ ჩემ ცხოვრებაში ესა. ვა, რა მაგარი ხარ. თქვენ მილიციაში უნდა იმუშაოთ. უყურე შენ, როგორ ვიცოცხლე აგოსტო რაბიტორის გარეშე ამ ქვეყანაზე როგორ მოვედი კაცმარიცის. რა არის ამის? დუალიბა? რა გემოები იქნება? კაცმარიცის. აი ბოზიკი ბატონო. დავმარცხნე არ შეიძლება. აი ეს მინდოდა. აი მას მოსწევ. ჩავარტყავს ჩვენს. არ გეცოდებით არც ერთს, ხო? ასე გამოდის. შეიძლება? რა თქმა უნდა, მოგწანდით. გამარჯობა. გამარჯობა, პაროლი თუ შეიძლება. ვახტანგი. ცოტა უჩვეულო გარემოში უნდა გიმასპინძლოთ. ჩემთვისაც უჩვეულოა, იმიტომ რომ რაღაცა ახლოს სწავლობ ფეხის ადგმას ამ სივრცეში და პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ Speakeasy ბარში. Speakeasy ბარიც ალბათ გსმენიათ, ხო? თუ არ ვწდები ბუტლეგერების პერიოდის ის არ არის. 20-იან წლებში იყო, მაშინ როცა მშრალი კანონი შემოიღეს და სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ბარები, სადაც შედარებით უფრო ჩუმად უნდა ესაუბრათ. ის დრო რომ იყოს ახლა, თქვენ რა სასმელს შეუკეთებდით და რა იქნებოდა პაროლი ბარში შემოსასვლელად? როგორც ფილმშია მასში ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია, გარდამეცვალა ბებია. თუ შეიძლება ვისკი. ჩაი. საბა თუ შეიძლება დამეხმარე ბატონ ლევანს მივართვათ ჩაი. როგორც ისე თქვენს გაგვთხოვნ გამოცდილება და ესე ჩუმად მისულხართ. ერთ-ერთ ადგილას, სადაც სასმელით გაგმიმასპინძლდნენ ისინი უკვე, ხო? კი ბატონო, გარბაჩოვის პერიოდში საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი აკრძალვა სასმელების მთლიანად. საღამომდე დილით არ შეიძლებოდა და მოსკოვში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი და მსახიობთა სახლი იყო მოსკოვში, სადაც იკრიბებოდა ყველა ის ჩვენთვის მაშინ ლეგენდარული ისინი ადამიანები და ჩვენ სტუდბილეთი ჰქონდა თეატრალური და ამიტომ ჰქონდა უფლება შესვლის. და გამოვიყენეთ ეს და შევედით. ესა და ჩაი მითხრეს. ჩაი ოფლის მოსადენად არ მოსულვათ ვიფიქრეთ, მაგრამ ნუ კარგი. თუ მომიტანეს ჩაი და კარგი ვიფიქრე. ჩაის მაინც დავლეთ თქო. მოსვი მივხვდი რომ კონიაკია. და მივხვდი რომ ესე იგი ეს იყო პაროლი იყო ჩაი. დროს დავიწყეთ მე ჩემ ბატონო ეს ჩაის ჭიქების გავავსეთ ის უფრო დიდი დრო გავატარეთ. ძალიან კაი ჩაია. სხვადასხვა ბატონო ლევან ჩვენს არხს Speakeasy-ც სწორედ ამიტომ დაერქვა. აი ახლა ის სცენა რაც გათამაშდა ჩუმად ასე ხდებოდა Speakeasy ბარებში. სწორედ ამიტომ ჩვენც გვინდა რომ აქ გატარებული დრო გარეთ არ გაიგო. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში მაინც და საიდუმლოდ დავტოვოთ. ხო, კაცმა არ გაგოს ეს ამბავი. მე ხა თქვენთან გადმოვალ ჩაის დასალევად. ჩვენს მოყურებელს კი შევახსენებ რომ გამოიწეროს ჩვენი არხი. როგორია თქვენი სასმელთან ურთიერთობა? იმიტომ რომ მე ვიცი პრემიერის წინ აუცილებლად მიერთვათ კონიაკს. კი როგორ არა. ჩამოყალიბდა ძველი ისტორიის ტრადიცია ჯერ კიდევ სარდაფში, როდესაც რეაქციის დროს ან დაწყების წინ, აი რომ დაიწყო სპექტაკლი, მე ყველაფერი კარგად ვიყო და დარჩა ტრადიცია, ჩემს ცხოვრების ტრადიცია, Speakeasy სავითარი ქაურო საიდუმლო შეკრებები მოდიან სპეციალურად პრემიერაზე ჩემთან ჯერ მე ვნახავ მე ჯერ მედაში ჩვენ და 1-5-6 კაცი ვიკრიბებით და რეკვიზიტის ოთახში ვარ და ყავს ისინი შპიონები რომლებიც როგორ მიდის ვეკითხები კაი ჩავარტყავს ჩვენს საყვარელი კოქტეილი თუ გვაქვს და ზოგადად რამდენად ანიჭებთ უპირატესობას კოქტეილს თავადაც თუ იღებთ ხოლმე მონაწილეობას მის გაკეთებაში კი, მანჰეტენი არის ჩემი საყვარელი კოქტეილი. ვიცხოვრობდი იქ ცოტა ხანი. რაც შემეხება მე, არის შემთხვევები, როცა გოგოებს უმასპინძლებით, განსაკუთრებით აი
სახში ჩემთან ვიყიდულობ სხვადასხვა იმას და ესეც ავტორო იმას ვიგონებ, თუ უყურებ მას. მართლა თავადაც ამზადებთ? ნუ ნახევრად ხუმრობით, მაგრამ თუ ყიდულობთ და ემზადების ხუმრობის დასახვედრად გამოდის რომ აპეროლი ყველაზე ადვილია ესეთ ტიპის რაღაცები, ურევ რაღაცებს და ვითომ ეს აი მე ვჩუქი, ეს არის მერი პიკფორდის კოცნა, ეს არის მალხაზის სიხარული, ეს არის რაღაცა ეს ერთობით. ჩვენ აუცილებლად მოგემზადებთ მანჰეტენს, რა თქმა უნდა და მივიღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას, თუმცა მანამდე მინდა რომ ერთი ექსპერიმენტი გთხოვოთ და მე თუ მომიმზადებთ საავტორო კოქტეილს, აი იმას, რასაც ამზადებთ ხოლმე სახლში. ან ბარში რო გადაინაცვლოთ. კი ბატონო, ხო დამეხმარებით. და მე ის არ ვქნა, უცოდინრობა არ გამოვაჩინო ახლა ჩემ. არ არსებობს კანონი. არ არსებობს შეზღუდვა. ჭეშმარიტი ხელოვანისთვის ყველა კარგია. აქ ვიცი რომ შპარგალკებია, იცით ამის შესახებ. მაგრამ მე ამას არ შევხედავ. აი რაც ხელზე მოგვადგება, რაც ენაზე მოგვადგება, ყველაფერი უნდა აურიოთ ერთმანეთში. რა გემოები იქნება? კაცმარიცის. ეს არის რულეტი. დავდეთ ეს. მე დავდეთ ეს. მოგჭირდება ჯიგერი, ჩვენი საზომი. თქვენი? ინერი? ჯიგერი ყოფილა ეს. ჩვენი ჯიგარი. ეხლა რომი. კემპტან მორბი. ესე იგი მე მიყურებ და ისე არჩევთ რომელიც აბა როგორ კაცო, აბა თქვენ ჯინს როგორ გაკადრებთ? ეს არის საბა, ორი პორცია გავაკეთოთ. კი, ახლა ორი რო ჩაისვა. რომ თქვენს გაგემოვნებინათ რა გამოვა ჩემი ინსპირაციით გაკეთებული სასმელი. ჯერ მე გავსინჯავ თუ რამე დამემართა. შავასხი. ახლა შემდგომი რამე ვინო რაღაც ესე სუბუქი არ არის. აბა, სუძლიერებია ეს რა არის? ეს ლიქიორი. თუნდაც სიროფები, რომელიმე სიროფები ბოლოში. სიროფები. ეს სიროფია? ეს ლიქიორია. ოდიში უკაცრავად შემოპატარა ეს აგვაქვს. თათბირი გვაქვს. ნუშის ლიქიორი შეგვიძლია. ნუშის ლიქიორი. არ უნდა ბევრი ეს ნუშის ლიქიორი, უნდა ნახევარი ანუ ერთ პორციას ვიზა მორგაც. სახში თუ გაქვთ ეს კონკრეტული ესენი არა მაქვს. აი ახლა მიხსოვე ეს უნდა შევიძინო. ჯიგერი მაქვს იმპროვიზირებული. იმის რაღაც არის ძაღლისთვის პორციები. რო არ იმას აქვს დაყოფილი რაღაცები და იმას ვიყენებ ხოლმე. საბა დაახლოებით აი რამდენი განსხვავებული სასმელი უნდა აერიოს კოქტეილში? აი მაქსიმუმი და მინიმუმი თუ არის რამდენს გინდა? არის იმისა. არის კოქტეილები, სადაც 6 ინგრედიენტია, 7 ინგრედიენტია. არის კოქტეილები, სადაც 2 ინგრედიენტია, 3 ინგრედიენტია. ბატონო ლევან, თქვენ რამდენს აპირებთ? თქვენ სილამაზეს ძალიან ბევრი გადაჭირთვა არ მოუხდება. ამიტომ რამე მსუბუქს ვეძებ ან წვენი ან რაღაცა ნახეთ როგორი ყვავილები ახატია ეს მოუხდება ნახეთ. რამდენი უნდა ეს კი? პირდაპირ ისე რო ვქნა. აი თვალით უნდა მოზომო. აი, სა. ახლა ახლა ყინული ჩავყაროთ. ყინული კი ბატონო. დიჩი ჩავყაროთ ყინული. აი ეს მინდოდა, ხო? აი მაგოცნებო. რა ხმაურობენ? Всё, კაცო, რამე ის არ. კიდე გიძოთ? აჰა. პირადი ინგრედიენტი. ზია და ზეზვა. ვისკის ხომ არ დავუმატოთ? აუცილებლად ვისკის გარშე არ შეიძლება. არტფორდის ვისკი. ესე იგი არ გეცოდებით არც ერთს, ხო? ასე გამოდის. და დაველოდოთ. რამდენი იყო ღმერთო? აი ახლა არის იდეალური. ახლა გადავედით მთავარ ნაწილზე. ახლა არ ვიცი არა. შენ რად გამოვიდა? გამოაბრუნო. არა, ეგრე. ეხლა ეგეც. თქვენ გეტყობათ რომ უდიდესი გამოცდილება გაქვთ. იმპროვიზაციის უნარი გამაჩნიათ, თორე გამოცდილება. ნახოთ როგორი გამოვიდა კოქტეილი. შესახედავად არ არის გლახა. ჭიქა რადგან ზეზოდამზია ჯერ არ ჩანს ოღონდ. რადგან თქვენ აწვეთ კოქტეილი, თქვენ
თქვენ უნდა დაასრულოთ ჭიქაში დასხმა. ეს არის სტრეინერი, იგივე გადასაწორი, ეს არის დაბლ სტრეინერი, იგივე ორმაგი საწორი. დაბლ სტრეინერი სამხელში დაიბა. აბა ნახოთ. რაღაცა ესე ამწიო, რაღაცა არ თავი არ მოგვეჭრას. კაი ესე ნელ-ნელა. მე მყავს მეგობარი, რომელიც ყურით ანაწილებს. ბულბულ ბოთლიდან ბულბულ იმის მიხედვით ანაწილებს იდეალურად. და ამიტომ ცხოვრებაში წინ წაიწია. ზეზოდამზია დაბრჩა. ბინა? ზეზოდამზია. ამოვიღოთ, ძალიან გთხოვთ. ჩამოვასხათ. ვეძებ ზეზოს და მზიან. ზეზოს? აი. მომიარ, აი აქ პინცეტი დავიხმარება. პინცეტი, ბიჭო, ყველაფერი აქ ხედა. აი ეს. დამეთახმებით სულიად სხვა ელფერი მისცა. ხო გასინჯობთ ჯერ პირველი თქვენ როგორც დამპირდით? აუცილებლად ჯერ მოგესალმებით და მელოდეთ მაინც რაც რა ხდება. აბა როგორია? სიროპი აქ ბევრი ხო? მე მგონი მე შეგაცდინეთ. მართლა კარგია. რა დავარქვათ? ფაციას ღიმილი, არ ვიცი. მე ბებია მყავდა ფაცია. ვერა იყო, მაგრამ ფაციას უძახოდა და ხა ძაღლი მყავს პატარა ფაცია. ცეკვოთ ხოლმე? არა. რატომ? უყურებ. ნუ არ მომცა ღმერთმა. ხა მაგრამ აი სურვილი არ არის ხოლმე? როგორ არ არის კაცო რომ მინდა უცებ გადავხვდე ფრედ ასტერიც რაღაცა გავაკეთო, მაგრამ მე ვიცი რომ არ გამომივა ისე როგორც მას და ამიტომ თავს ვიკავ. ჩემ ქალიშვილთან ერთად თუ გავბედავ თორე ის ნაკლებად. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მართლა უყვარხართ ყველას. თან არაერთ ახალგაზრდა მსახიობთან გიწევთ შეხება და ყველასთვის ხართ უსაყვარლესი რეჟისორი. არის ხოლმე საკითხები, რაზეც ძალიან კამათობთ თქვენ და თინეთინი. კი, როგორ არა. რაზე ვერ თანხმდებით? ნუ აი ვარცხნილობა არ მომწონს ზოგჯერ მისი. რატომ? აი არ მომწონს, გოგო არ კამათობთ ხარეთ. არ ვიცი, აბა ვერ გავიხსენე. ნუ აი ეს რაღაცა იმით რომ გადაკე ეს აქ იმას გავიღაცას მაგონებს და ნუ გაკასეთ ხო და ის მეუბნება შენ გეკითხებაო და მეორე მართალია მე არ მეკითხება, მაგრამ მაინც ასე შემდეგ არაფერი მართლა რო გითხრათ ცხარე კამათები მე ვიბუტები ხოლმე თუ რამე არ მომწონს ვიბუტები ისე და მივდივარ ისე რომ არ იცის არავინ რომ მასზე გამუტული ვარ ყველასთან ასე ხარ? რეპეტიციაზე ყვირი ბევრს ყვირით ხოლმე? კი როგორ არა ვერ წარმომიდგენი ხარ? ოღონდ არ არის მანდამაინც არ ეშინია წყვილს არ გეტყვით გარდა ახალ ბედა სახეობების გარდა მაგრამ ისიც ერთი-ორი რეპეტიცია მე ხდება რომ ეს ხმაურია უფრო მეტად ვიდრე საშიში. მართლა გულწრფელად მაინტერესებს აი ამ სიმკაცრეს და იმ დისციპლინას რითი ინარჩუნებთ? თვითონ რეჟისორი უნდა იყოს აბსოლუტურად თავგანწირული და ორგანიზებული და მაშინ ყველა მიბაძავს. თქვენ რომ მარტო რჩებით ხოლმე რა მუსიკას უსმენთ? მე ძირითადად ისე გამოდის რომ ყოველთვის უსმენ იმას, რასაც ვდგამ იმისთვის შესაფერის მუსიკას, ამბოლ დროს განსაკუთრებით ელექტრომუსიკას. ჯერ კარგად ვერ მოიწამრეთ? მომწონს ძალიან საინტერესოა ნაწილი ამ მუსიკალური მიმდინარეობების. აი იმისთვის რომ აი ამ თანამედროვებას ავწყოთ ფეხი, არ ჩამორჩეთ სიახლეებს, რა არის მნიშვნელოვანი? სპეციალურად ის რომ მე მიფხავით ვიარო ქუჩაში და დავიწერო თამამი ტატუები ჩემი ცხეული ჩემია ან რაღაც ესეთი ამით მე ახალგაზრდა ვერ გავხდები. პირიქით სასაცილო ვიქნები ჩემი აზრით. დაკვირვებით ეს ჩემი პროფესიის ნიშანია რომ ნებისმიერ ადამიანის ნებისმიერ გენერაციის სული გავითავისოთ. ტატუ თუ გაქვთ? არა. არც არასდროს არ გდომებიათ? არ მდომებია, როგორც ბერძენი ფილოსოფოსები ამბობდნენ, ყველაფერი იცვლება. დავიწერო აქ რაღაცა მიყვარხარ მარინა, მერე მომიწევს წაშლა, მიყვარხარ ნუნუ, მიყვარხარ ბანანა და ბანანა აღარ წავიშლი, მაგრამ ნუ კარგით ბანანას დავიწერდი გულზე თუ გინდათ.
როგორ ფიქრობთ, ლუარსაბი და დარეჯანი რომ კოქტეილებზე კამათობდნენ, რომელი იქნებოდა ეს ორი კოქტეილი, რომელზე იდავებდნენ? რას ლაპარაკობთ? ალაზანის ჭალღა და კავკასიონის ქედი. ვაიმე ეგენი იქნებოდნენ მაგარი გურმანები. დარეჯანი დალევდა ალბათ ლიქიორებს. უფრო მეტად ცოტა შამპანიურიცაც მიეძალებოდა და ქმარსაც დაალენებდა და ერთად მერე ბოყინში შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. უკაცრავად ვულგარული გამონათქვამი. ლუარსაბი დალევდა ღვინოს კახურს ბუნებრივია. რა საინტერესო როგორ კოქტეილს მომზადებდა დარეჯანი? ბარში რო იდგეს. ჯერ ერთი დარეჯანი ბარში იჯდებოდა. ჩამოჯდებოდა და რაც ხელში მოხდებოდა დაასხამდა. აი ესე არც გაზომავდა ჯიგა არ ეკნებოდა ჯიგერი, არ ეკნებოდა ის რა ქვია შეიკერი. მიდი დავაიეთყო მიდი ღმერთმა შეგარგო და დაასხამდა აურევდა ერთმანეთს. მიდი გენაცვალე. რომ შეგეძლოთ სოფლიოში ნებისმიერ ცნობილ მსახიობს, რომ თქვენ სპექტაკლში ეთამაშა, ვის აირჩევდით? ანა მანიანის. ძალიან ბევრია კარგი და ყველასთან დიდი სიხარულით იმუშავებდი, მაგრამ აი ამ მსახიობს, რომელსაც თავისი ერის და თავის ქვეყნის სურნელი თან აქვს. სესილია იყო თაკაიშვილი ჩვენ ქართველი და აი ესეთი ქალი. ჩემი აზრით, რომელიც აი თავის ჩვენ რაღაცა იმერულ იმას ატარებდა თან სურნელს. ახლა როგორ არჩევთ ახალგაზრდა მსახიობებს? რა უნდა იყოს ის მთავარი? თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, აქ რო ეს თქვათ. ჩუმად არაფერი საიდუმლო არ არის ამაში. საერთოდ არ არსებობს უნიჭო ადამიანი, არსებობს მონდომებული ადამიანი და არამონდომებული ადამიანი, თავქარიანი და არათავქარიანი. ინტუიციურია ეს ჩვენი პროფესია. ინტუიცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბევრი რაოდენობრივად ბევრი ცოდნა. ამასობაში მოგვიახლოვდა დრო იმისა, რომ მოვამზადოთ თქვენი საყვარელი კოქტეილი მანჰეტენი. დაგჭირდება კვლავ საბას დახმარება. საბა, რა არის საჭირო მანჰეტენისთვის? მანჰეტენის ინგრედიენტები არის ბურბონი, ამერიკული ვისკი, ტკბილი ვერმუტი და ანგოსტურა ბიტერი. მაგრამ დღეს ჩვენ მოვამზადებთ ირლანდიური ვისკი არტფორტის ბაზაზე და იმედია მოგეწონებათ. ეს ჩაი რო იყო ის არის. გადასარევი. ჩვენ ჩაი. კი ბატონო, შესაძლოა. ირლანდიური ჩაი. მანამ სანამ საბა მანჰეტენს მოგვიმზადებს, ჩვენ უნდა შემოგთავაზოთ თამაში და გადავრინოთ სხვა სივრცეში. გამოგყვებით? სიხარული. გადმოვინაცვლეთ სხვა სივრცეში, ბატონო ლევან, დამეთანხმებით ალბათ, რომ ის გარემო და რესტორანი იესამანი, რომელიც გვმასპინძლობს, არაჩვეულებრივი სივრცე არის და ძალიან ლამაზ და მყუდრო გარემოს გვიქმნის, ხო? ძალიან ლამაზია, ძალიან. ისე რომ მინდა რომ აქ ვიცხოვრო. მესეც სახში გავიზარდე და ნოსტალგიასაც აღწევს ბუნებრივია. თამაში მდგომარეობს შემდეგში. უნდა მოვირგოთ ყურსასმენები და თანმიმდევრობით ერთმანეთს უნდა ავუხსნათ ის სიტყვები, რომელიც აი ამ ფურცელზე წერია. მეც არ ვიცი, თქვენც არ იცით, აი აქეთ წერია. კი ბატონო, ვინ იქნება პირველი? თქვენ დაიწყებთ? კარგი, ამონა. კეთილი. არის ჩართული მუსიკა? არ მესმე. რა არის? ჩართული ხო არის თქვენ? ჩართულია კი არა და ძალიანაც კარგი ჩართულია. კი ბატონო, კარგი, დავიწყეთ. მშრალი მარტინი. მშრალი მარტინი. მშრალი მარტინი. მშრალი მატლი. პირველი სიტყვა კაია. მშრალი კაია. მშრალი ვარგა. მარტინი. მარტინი. პატი. მარტინი. მარტინი. მშრალი მარტინი. დიახ, ეგ არის. რაცხა იქნება. გასეირნება. რაცხა იქნება. რაცხა ორი სიტყვა. ორი სიტყვა. რაცხა იქნება. პირველი რაცხა. რაღაც იმერულად. იმერულად. რაღაც იმერულად. რაცხა. რაცხა. აი გაი. რაცხა იქნება. იქნება. რაცხა იქნება? აი გაი. ვაუ! უმწვანილო ხინკალი. უმწვანილო მინდა ორი. უმწვანილო
უმწვანილო ხინკალი უმწვანილო იღლია უმწვანილო სწორია? კარგი უმწვანილო ხინკალი ქლიავი ხინკალი ეგ არის ყოჩახ მარტორქა მატრიოშკა მარტორქა მარტორქა აი ხო შემსრულებელი მისია შემსრულებელი მზია შეუსრულებელი მისია შეუსრულებელი მისია მზია მისია ზურა მისია ზორო მისია მისია ეგ არის ეს შეშა საშასია არ მესმის ეს შეშა საშასია ეს შეშა საშა ხასიათითაც უგებულო დუა ლიპა ხოსორეს კიკათ დუა ლიპა რა არის არ ვიცი დუა ლიპა ვა რა მაგარი ხარ თქვენ მილიციაში უნდა იმუშაოთ დუა ლიპა კრიმინალური მომავალი გაქვთ დიდი შორი და დაინახავთ ინდას ლაპარაკობს სტრეინერი სინთეტიკა სტრეინერი სიკეთე სტრეინერი სკელი სტრეინერი სასა სტრეინერი კბილები სტრეინერი სტრეინერი დავმარცხნე არ შეიძლება ვერ მიხსენ აი მე აღმომაშთა სტრეინერი მომიკტავი რას მიხვდებოდი ახლა საბა სტრეინერს დაგვეხმარებ აი სტრეინერი საბა მოგვიტანა აი როგორ ვერ მიხვდი ამას კაცო რა სასინელება არ არის ამიერიდან მეწოდინება ყველას ერთად რა არის აი ეს სტრეინერი გამოყენებული გაქვთ რაც მთავარია რაც მთავარია ჩემი უახლოესი მეგობარი აღმოჩნდა ჯიგერთან ერთად ო ჯიგერი მინდოდა მე თქვა არტფორდი ჰაერის ბოძი არტფორდი აივ არტფორდი აისბერგი ნუ არა არტფორდი აივ ბოძი აივ ბერი არტფორდი აი ბოზი აი ბოზი უპს ესა ტყუპები და კიდე რაღაცა დამთავრდა მუსიკა არტფორდი გამოვიცანი და ერთი სიტყვა უნდა გამოგაცნობინოთ კიდევ აბამ სახელოსნო 42 მიხდი სახელოსნო 42 ეგ არის ყოჩახ აი დიდი მნიშვნელობა აქვს რა სიტყვა იქნება ხო რა თქმა უნდა 42-ზე მიხდი მე მგონი ძალიან სასიამოვნოდ ვითამაშეთ და ძალიან სახალისო მე გამოგვივიდა პირველად ვითამაშე ჩემ ცხოვრებაში მართლა რა მაგარია საერთოდ თამაშები ნაკლებად და პირველად ვითამაშე ზოგადად თამაშები ძალიან დიდი მადლობა და ამასობაში ჩვენი საყვარელი კოქტეილი მანჰეტენიც გამზადდა და ჩვენი ბარმენი საბა უნდა შემოვიდეს ახლა ესეც მანჰეტენი. დიდი მადლობა. ხედა ძეზვა და მზია რა.
განვითარებული სეზონი მზია შედარებით. როგორ კეთდება ესა? ვისკი არტფორდი გამოვიყენეთ, ტკბილი ვერმუტი და ანგოსტურა ბიტერი. არტფორდია თუ არტფორდი. არტფორდი. მე შეგიყვანეთ შეცდომაში. ამიტომ ვერ გამოვიცანი? აი თორე. არა უშვებს, არტფორდი. აბა გაგვიმარჯოს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი სფიქიზის არხზე. მე ვიცი რომ ფეხი გაქვთ არაჩვეულებრივი. კი თითქოს. დამტკიცებულია. დავგემოვნოთ. გაგიმარჯოს ჩემო ბატონო. უყურე შენ. ჩემთვის ძლიერია. მე მგონი ჩემი უფრო ძლიერი იყო. არა? არა ეს ძლიერი იყო. მანჰეტენი ძლიერი სასმელია და ასევე მოტკბო, მაგრამ თავისებური სიმწარით სახელოსთან, რადგან ანგოსტურა ბიტერი ემატება თავისი არომატი რო შესძინოს. ვინ ემატება? ანგოსტურა ბიტერი, სანელებლისგან დამზადებული ბიტერი, რომელიც არომატს აძლევს კოქტეილს უფრო შლის ამ გემოებს და უფრო განსხვავებული გემოს გვაძლევს. კი, პიკანტური ერთად ჩლუნგი ვარ ამ სამყაროში. ბიტერი ვინო? ანგოსტურა. ანგოსტურა ბიტერი. ანგოსტურა ბიტერი, ჯიგერის ტრეინერი. როგორ ვიცოცხლე ანგოსტურა ბიტორის გარეშე ამ ქვეყანაზე როგორ მოვედი კაც მარიცის. მოგეწონათ მანჰეტენი? ძალიან განსაკუთრებით და ეს არტფორდი ძალიან გამოგა. ხო და რადგან არტფორდი მოგეწონათ და რადგან ზოგადად ვისკს ანიჭებთ უპირატესობას, გვინდა რომ გაჩუქოთ არტფორდი 1708, რომელიც არის ირლანდიური მტკიცე ხასიათის თანამედროვე ვისკი და მისი შეძენა შეგიძლიათ ალგორიუმში. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცოდი რომ რაღაც კარგი მოხდებოდა დღეს, მაგრამ კარგი ამბავი. ძალიან დიდი მადლობა. თან უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრეინერი, ჯიგერი, შეიკერი და ბიტერი კაცო. ბიტერი, ანგოსტურა. მანჰეტენისთვის საჭიროა. ისე არ გამოვა. ანგოსტურა ბიტერი მანჰეტენის გარეშე. ანგოსტურა ბიტერის გარეშე ნაბიჯი არ გადაადგარ ხალხო. ანგოსტურა ბიტერს საბა შეგვიხვევს და იმასაც გაგატანთ აუცილებლად. ანგოსტურა ბიტერი. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიყავით ჩვენი არხის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა რა ასეთ არაჩვეულებრივ კომპანიაში გავატარე ეს დრო. და ჩვენს მაყურებელს მოდით ერთად ვუთხრეთ, ხო? იმიტომ რომ პირველად ვამბობ ამ სიტყვებს ახლა, რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი. სასტრაფოდ გამოეწერეთ ეს YouTube არხი. თორე თვალ დაგიმოკლდებათ. მეორე თვალზე კუკვა მოგივათ და ფეხები წაგეცნევათ. აი ეს. გამოიწერეთ.